თანხის რაოდენობა 3 მილიონია. დიახ, 6 მილიონს ნიშნავს. რას იზავთ ჩვენ ჰიპერმარკეტების ქსელი ვართ და ბევრი გვჭირდება. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ქალბატონი. ბატონი ფიდონი გელოდებათ კაბინეტში. რაღა დილამშვიდობისა. დამავიდა ხო იცი რატომ მოვედი იქნება მკითხო რა გინდა რომ გავიხსენო რა რისთვის მოხვედი გამახსენდა ინო ომეგა შენ კომპანიაზე გეუბნები შენ მე მგონი გავიწყდება რომ საქმე თლად კარგად ვერებ, ხო? ბანკი კრედიტს არ გაძლევს. სესხის ვადას არ გიგრძელებს. ხო, ესე, ხო კარგად მახსოვს, რა? სანამ საიჯარო და საკრედიტო კონტრაქტების დრო არ ამოიწურება, კანონიერი მფლობელი მე ვარ. შენ გავიწყდება, რომ აი ამ ნაბიჯვას შეუძლია აქედან მიგაბუნძულოს. ხო, მაგრამ კანონი ჩემს მხარეზეა. კანონი მე ვარ. რა თქმა უნდა მე შენსკენა ვარ, მაგრამ ისეა. მე მაყუთი შემიძლია შემოგთავაზო. ვარებ გაისტუმრებ. დასტაგჭება იმის სახსიყიდი. ვილას ევროპაში. მე ოჯახსაც შექმნი. შვილები გაგიჩნდება. თუ გეყოლა რა თქმა უნდა. ტაბაკ რა გინდა გაკოტრდები. ცოტად კი არა. სადაც არავინ არ შემოგხედავს. ჩემზე ნუიდარდებ. ნერვიულობამ შეიძლება ტემპერამენტის დემონსტრირებაზე იმოქმედოს. ფული არაფერ შუაშია. გათხოვებით ისედაც გავთხოვდები. კი, როგორ არა. პრინცების რიგი გიდგას კაბინეტის კართან. ოსა, უსმინე, არ გესმის თეთრი რაშების ჭიხვინია? შენი ჰიპერმარკეტის რომელიც მალე ჩემი გახდება. აი მსაჯინიბოდა. იგოეთის პრინცი დაიწუნა პრინცესამ. ხარაგაულის პრინცი შემოუშვით გასტინგზე. არალი პრინცი, პაპუ. უფლოდ გათხოვება მომინდომა, კალბატონი. დიახაც გავთხოვდები. იცი რა? დაუშვათ? ასეც მოხდა. აი შენი აზრით. ერთი დაბალი ფენის წარმომადგენელს დაახლოებით რამდენ დღეში დააბავა? თუ ტრადიციული ორიენტაციით გათხოვებას გულისხმობ. 5. რამდენი? 5. არ გინდა დავნიწყდე? აი შენ 5 დღეში თუ დააბი ვინმე, ბიზნესში შენ დაგრჩება. თუ არა და გახევ ყველაფერს. მოსულა? სანადლეოს პირობები უნდა შევათანხმოთ. მინდა ჩემს რომელიმე სუპერმარკეტში ვიმუშაო. გადმოგირეკავ რა. თქო, ჰიპერმარკეტს მე ვირჩევ. თანამშრომელს მე ვირჩევ. არ მცალია. მომისმინე? თქო, დაიმ თანამშრომელმა არ უნდა იცოდეს, რომ ჰიპერმარკეტის ფლობელი შენ ხარ, თორე წაგებული ხარ რა. ყველას ეცოდინება, რომ რაიონიდან ჩამოვედი თბილისში, უბინაო, უხელფასო და უპატრონო. მოკლედ 5 დღე გაქვდა. თუ 5 დღეში მაჩის ბიუროში შენი განცხადება არ იქნება գործინების შესახებ, წააგემეთქი და შევთანხმდით, ხარაშო?
რა თქმა უნდა. გისმენთ. გამარჯობა, თქვენ? როგორ ხართ? როგორ ხარ უკვე? ო, მაგარი შეკითხვა დასვი რა. ეგ სულ აქ არის ბიჭო. გაის თუ ხო რა გჭირს იხუმრა. ხოჭი, გაიხსნა იუმორ. რამე კურიოზს ხო არ გაიხსენებდი ბატონო სულ? კურიოზ, გიცით, გამახსენდა, პატარა ვიყავით. დილამშვიდობისა ბატონიკა. აქ რა ხდება? არაფერი. თქვენ ზედმეტად 7 ხო არ ხართ, ა? თუ ჩემი საათი გარბის წინ. მე მგონი სამუშაო დღე გეწყებათ 2 წუთში და ადგილებზე უნდა იყოთ, არა? მესმი. ოფისო. დილამშვიდობა. რა გაძლევს თელი დღე უშენოთ, ა? მარტო ჩემი და შენი ღამეა მაღალ ფაგავს. თქვენ კიდე აქ ხართ? დაიკავეთ ადგილები, თორე გაკვრით სულ ყველა. ეკა დღეს ხო კესი უნდა მოგეყვანა, ხო კარგად? გუშინ ცოტა სიცხე ქონდა, დღეს არ აუშავს. თან იცი, მენეჯერი დამემუქრა ბავშვთან ერთად აღარ დაგინახო. მართალია ეხა მენეჯერი რა უნდა ბავშვს სუპერმარკეტში? დღეს პირველად დავტოვე ახალ ძიძასთან და ძალიან ნერვიულობ. თუ რა განერვიულობ? რა ვიცი, ან არიტიროსან. ხაი, არიტირებს, ჩემი კესი, იცი რამდენი ლექსი და გამოცანა ვასწავლე? აი იმ ძიძას თუ აატირებს ცეცა. შენ ისე ართევდი, მე მგონი არც ერთ ძიძას აღარ შეეგუება. რა? ბებიში. უნდა მიშველო. რა იყო, შენ მეწყვილეს კიდე შეუყვარდა ახალი კლიენტი და მიყვება სახში გასაცილებლად, ხო? არა ქორწინების 5 წლის თავი მაქვს და მინდა სოფო საჩუქარი შეურჩიო, შემცვლი. რა თქმა უნდა, არა. კაი, წავედი. მოგესალმებით, რა სინებებთ? აი ეს რისია? კათამი. დაიზრიანია. ესეც კათამია მწარესოულში. დაერხა დავითას. ვინ დავითას? საათების დავითას. დე ჩემი ჩამოდის, დავხვდები და მოვალ. ეხა მივა ეს უნახავს, არ არის? მოიც მივხედავ მაგას. არჩიეთ რამე? აი მომეცი. ეს გინდათ? დიახ, კიდევ? ამასთან. ის მეშე. რა თქმა უნდა, არჩიეთ ანუ. ეს რაც არის დაღარეთეს რა. ყველა გინდათ. აი ხავე? კი. კარგად დანდეა. კარგად ეხავე, დიახ. აი დაამატა. ეხავე. ხო, ერთი წამი. და ესეც თქვენ გემრიელად მიირთვით. ინებეთ. ამ საათის ღირებულება 1200 ლარია, ამ საათის 1450 ლარი. რომელი უფრო პრესტიჟულია? ეს კლასიკური ვარიანტია. ეს ვარიანტი ქალების მოსახიბლად არის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ თქვენ ისეთი სოლიდური მამაკაცი ხართ, ორივე შეიძენთ. შეიძლება ორივე ხო? რა თქმა უნდა, თქვენთვის შეიძლება. ერთი წუთი. მშვიდობაში. გაიხარეთ, მადლობა. ახვამდის. ხო, ისე შენი ხელფასის პატრონი კი უნდა ერკვეოდე ძვირადღირებულ საათებში. კარგია რომ მოხვედით, ბატონო ნიკოლოზ. საათი რომელიც გუშინ წაიღეთ, არ დაგიბრუნებიათ. მე ვალდებული ვარ წერილობით მიმართო მთავარ მენეჯერს, იმიტომ რომ შეიძლება საათი ან დაკარგოთ, ან გააფუჭოთ.
მადლობა. თქვენ საათი გნებავთ? რა? არა, მადლობთ, მე მაქვს საათი. ალბათ პატენტი. დიახ, ჩინურის ჩინური. ზურა. ბატონო. ახე ეს კლიენტი არა. დიახ. ახალი სტაჟიორია, ხელმძღვანელობამ გამოუშვა ჩვენ ჰიპერმარკეტში. მინდა რომ ყველაფერი აუხსნა. შეგიძლია შეუდგე საქმეს. სიამოვნებით. იქით. სიამოვნებით. ბოდიში. იმერ სად არის მაღაზიის გამყიდველი? დიდხანს უნდა მევოდო? თუ დარაჯი ვარ მე აქ. უყურე, აი აქ ფასი და შტრიხ-კოდი ესე დააჭერ. და მზად არის. მიდით სადე? ეს ხო? აჰა. არა, ნუ დაახლოებით, მაგრამ უკეთესადაც შეგიძლია დარწმუნებული ვარ. ნუ რტყავ, ნელა დააჭირე და გამოწია. აუ ალბათ არასდროს არ გამომივა. გამოგივა, დარწმუნებული ვარ. მიდით, ნელა დააჭირე, გამოწია. ნუ, ხო, უკეთესი არის შედარებით. ისა იცი ჩვენთან სოფელში ფასები არაფერს არ აწერია. ეს პატარა მაღაზია გვაქვს, შეხვალ, შევაჭრები და ნისიად მიგაქვს ფული თუ არ გყოფის. ხო, ასაგები. მომისმინე, ეს ხუთები შეგიძლია სავარჯიშოდ გამოიყენო. თუ რამე მე საღამოს მივხედავ. კარგი? კარგი, მადლობა. წარმატებები. ეს რა არის? ბოდიშს გიხდით, საპნები დაიყარა. მომისმენი მომხმარებლო პროვინციელო. საპნები კი არ დაიყარა, ფული გადაიყარა. მაპატიეთ. ჩემი ხელფასიდან გამომიკვეთეთ. და რომელი შენი ხელფასია? რომელიც ჯერ არ დაუნიშნავ და კიდე კაც მარცის დაგნიშნავ თუ არა? ბოდიში, მე მოვინდომებ. აი მართალია. შესაძლოა კიდე უფრო ბევრი რამ უნდა მოინდომო, რომ მე ვიზრუნო შენზე. შეიძლება სწორად. ეს პროცედან გამომდინარე. და უკაცრავად შეიძლება რომ მეც შენობით მოგმართოთ. მეცაც გეტყვი. აუცილებელი. წადი შენ. ბატონო ნიკოლოზ, თქვენ გეძებდით, ეკა უნდა გაუშვათ აუცილებლად სახში. ბავშვს აქვს სიცხე ძალიან მაღალი. 39 აქვს ბავშვს სიცხე და რაღაც ვირუსები დადის, ალბათ ის შეეყარა. და ეს იგი მე რა უნდა ვქნა? რამდენჯერაც რომელიმე თანამშრომლის ბავშვს ვირუსი შეხვდება, იმდენჯერ უნდა ავდგე და გავუშვა? არავითარ შემთხვევაში, არავინ არსად არ წავა. ესმის. ოფისში. Gai moto. Nu, mopri. არავინ. ყველაფერი მოგვარებულია წადის არშიბო. რას ამბობ? ეხლა რომ წავიდე სამსახურს დაკარგავს. არ მომისმინე. დაურეკა ფისომ. ხოლო ფისოს უყვარს რომ ისი თევზი, ნუ საღამომდე მაინც ყავს ახლოს. ასე რომ გაიქეც თუ რამეა შეგეცვლები. ყველაზე საუკეთესო ხარ. წავედი. და მე როდის დამეხმარები კეთილ სპაიდერმენო? ჯერ შენ უნდა დაეხმარო კეთილ სპაიდერმენს. წამოყევი? წამო. გოგოებო, მიშველეთ. მიხდება? ისე რა. так, შევიდე ხო იქით? ისევე კა? ისევე კა, შევედი. შენ დარჩი.
აბა, როგორ მიდის კაცებზე ნახტირობის საქმე? სოფლიდან ჩამოსულ ქალბატონო. გაგიწევდა პატარა. ხო გეუნებოდი მოგიდები. ადამიანი. კაროჩე. ლევანდელი დღეს გავიდა. 4 დღე დარჩა. დარეგისტრირებულ საბუთს ველოდები მაჩის ბიუროში. წავედი ბიზონ. მოგწონ ვარ? სურა? ხო რაიკო, ეკა ხო უნდა შეცვალო ხო და ეკა თეთრაულის მაღაზიაში მუშაობს, მეც რა ვქნა, ხო არ დავაფრთხო კლიენტებს, ხო? ხათა შორის ხვალიდან 40%-ით გადავიდა. ასე რომ გიჩვენებს რომ ფეში. არა, ფისკუი მეც ხმარობ და ძალიან ყოველდღე. უკაცრავად, თქვენი მაისური. მადლობა. არაფრის, არაფრის. უკაცრავად თქვენი მაისური. არაფრის. ბოდიში, ბატონო, ეს ვიწრო მაქვს, ჯიგარო. დიახ, აი ეს არის ახალი კოლექციიდან, აი მადლობა. არაფრის. ერთად დიახ. თუ შეიძლება. ბატონო. დიახ. ეს მიხდება? ზით აი არც ერთი რო არ იყოს უკეთესი იქნება. მე დავეხმარები. აი ნუ ვფიქრობ ეს ძალიან მოგიხდებათ. სურა საქმე. რა ხდება, რა არის? კონკურენტი ჰიპერმარკეტიდან არიან ის. არის ვენებენ, ხო? კაი, მოვდივარ. შეხედე დედკო. კიდე ვითამაშებ შენი დისათამაშოები და აი ისეთი გაიზღები, ხედავ? რა ტიპშაა? დეიდა ზურა. დედა რო დაგიძახო? უნდა ჯერ მოგიგე მამა რო დამიძახო? რევანში მინდა. მართლა? როდი შევეჯიბროთ? როცა გინდა. თუ გინდა თვალება ხვეული. რა თვალება? გაო? არაფერი არ მექციო ყურადღება. დღეს 11-ის მერე ხალია? აბა როგორ ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ? საშინლად კმაყოფილი ვარ. არა და დაღლა გეტყობათ. მე მგონა სოფლელი გოგოები უფრო შრომას იყავით მიჩოული. რა? რა ანუ? ხო მე ერთადერთი შვილი ვარ და მამაჩემი ყოველთვის მანებიურებდა. გასაგები.
არაფერს არ მაკეთებინებ და არასდროს. ჩემი საქმე მარტო თხების მწყემსვა და ეკალას გრევა იყო. ასე გირდი. ეხლა ჯობია წახვიდეთ სახში, ცხელი შხაპი მიიღოთ და დაწვეთ დაიძინოთ. კარგი. ნახვამდის სურა. ნახვამდის ნინო. მოხდა რამე? არა, არაფერი. უბრალოდ წასასვლელი არ მაქვს. მაგაშია საქმე? არა უშავს. ჩემნაირი. აქ იცი რამდენი ადგილია? შენს დაეტევი და შენი ცხოვრების პარას. მართლა. ხა ეკალ ბარდებს ვერ შეკრიბდები. აქ ჯერ თავარია. თავარია შეჯიბრი მოვიგო. შეჯიბრი რაში? შეჯიბრი? სურატელი ხალხი მოსახავია ფხილად. სურა, ციხარეს მოუმატებოდა? ვინი სურა, ვინი მახარია, ვინი? ოჩა, ეკრა. კიდევ ბევრი დრო დარჩა. ვეღარ ვითმენ. სულ ცოტაც. ისე რატომ ელოდები მაინც და მაინც 12 საათს? შენ რა რომელიმე სექტის წევრი ხარ? ნუ, შეიძლება ეგრეც ითქვას, კი. ისე არ მაგონა ესეთი შეჯიბრებები თუ ეწყობოდა ხოლმე ჩვენს სამსახურში. ხო. ეს ერთგვარი ჩემი ჰობია. სხვათა შორის ევროპის ჩემპიონატი ტარდება მოყვარულებში, ვაპირებდი წასვლას, მაგრამ აღარ წავა. 12 გახდა, შეგვიძლია ვჭამოთ. და რატომ არ წახვალ? სირა, რამდენიმე წელია საერთოდ შენობიდან არ გავსულა. არო დავფიქრე რა მინდა გარეთ. აქ ყველაფერი არის აბაზანა, არის სამზარეულო, არის ძალიან ბევრი საჭმელი, მეგობრები, ყველანაირი კომფორტი ერთი სიტყვით. თან ფულს ვაგროვებ და ხელფასიც მეზოგებ. და რისთვის? მინდა რომ კარტინგების პარკი გავხსნა. კარტინგების პარკი? კარტინგების პარკი. საინტერესოა. აი, შენ? მადლობა. მირთვი.
ზურა, ისე ეს ქურდობაა და შენ დაცვის თანამშრომელი ხარ. არა, არავითარი ქურდობა. ზუსტად 12 საათზე ამ პროდუქტებს გაზრდის ვადა. არა, ანუ გაზრდის უგაყიდვის ვადა და არა ვარგისიანობა. ასე რომ დღეს შეგიძლია ჭამა. ჭამ. და ხო? ხო, სხვა პროდუქტებს გავუბო გაყიდვის ვადა. ივახშმე, მე-18 სექტორში შენთვის მზად არის, ესე იგი, ხალათი და ჭუსტები. მე-7 აბაზანა შეერთებულია ცხელწყალზე, მე-4 ლოგინი მზად არის რომ დაიძინო. ძინებისა. ხართული დღე იცოდა. აბა კარგად. კარგად. ზურა, ბატონო, შენს გვერდით რომ დავწექი სალონში. ხელს ხომ არ შეგიშლი? არა უშევს, არა. ხო, უბრალოდ იქით მარტო რომ წევარ ესე მგონია ტრიალ მინდორში მძინავს და მთელი მსოფლიო მიყურებს. არა უშევს, ჩათვალე რომ უფლება მოგეცდა, ყველაფერი შენია. მადლობა. არაფრის. ახალი ამბავი. ვამშტობისა. რა დრომას უხარ? ალბათ ახლოს ხორობ, არა? კი. ახლოს. თან ვერ წარმოიდგენ ისე ახლოს. ეკა, რაღაც მინდა გკითხო. ეს ზურა ცოტა ვერ არის, ხო? ვინ არის დაალაგებული დღეს, ა? აქ ყველა ცოტა ვერ არის, მათ შორის ზურაც. მაგრამ სხვათა შორის ზურას მხრებზე ამხელა ჰიპერმარკეტის წესრიგი და უსაფრთხო. არა, რა მითხრა იცი? ფულს ვაგროვებ, კარტინგების პარკი მინდა გავაკეთო. ხო, კარტინგები, აი, პატარა მანქანუკები როა, ხო იცი? დიდი ხმაროა. მეცა, კარტინგების პარკია მართლა? საიმე, მე მგონი არ უნდა მეთქვა, ხო? ო, ადამიანმა საიდუმლო გამანდო, მე კიდე აი, მოიცა რა, საიდუმლო არა ის. უბრალოდ, როცა მე ვკითხე ფულს რისთვის აგროვებ თქო, ესე მითხრა, ძველი კოლხური ჯიშის კურდღლების პოპულაცია უნდა ავაღორძინაო და კურდღლების ფერმისთვის ვაგროვებ ფულსო. რა? მოიცა. მე მომატყუა? რატომ შენ? იქნებ მე? ან იქნებ ის? ან კიდევ ის, მოიცა? ცომი! რა იყო? ზურა ფულს რისთვის აგროვებს? წყალქვეშა სასტუმრო საშუალებს დაბალწნევიანებისთვის. არა? ზურა ფულს რისთვის აგროვებს? წყარში მოლუსკების ფერმა უნდა გახსნას და მარგარიტების ბიზნესი დაიწყოს, არ იცოდი? რატომ იმიტომ აგროვებს, რომ მოისყიდოს ლივერპული და დინამომ კიდევ ერთხელ მოუგოს 3 თვე. უი, ვიცი, პრეზიდენტის რეზიდენცია უნდა შეისყიდოს და იქ ახალი ჰიპერმარკეტი გახსნას. სუხავ! ზურას ფული რისთვის ჭირდება? ფული ყველა სჭირდება, ჩემო ეკა. მაგას არ გეკითხები, რისთვის აგროვებს თქო? ეგ ვინ არის? პოლიტიკური პარტია უნდა შექმნას. ასე რომ ჩემო კარგო, ვისაც არ უნდა კითხო, ყველა სხვადასხვა პასუხს გაგცემს. ბიჭებო, საწყობი თუ დაცალეთ, შეგიძლიათ გამოხვიდეთ. ზურა. ხო? რას ნიშნავს ეს? რა? მეღადავები? მე, შენ, არასოდეს, არა, არ გინდა სიმართლის თქმა გასაგებია. საერთოდ ნოიტყუნ ურაფერს, მაგრამ ამდენი ტყუილი რა საჭიროა? არა. არა, რა კურდღლების ფერმა, რა პოლიტიკური პარტია. არა, მომისმინენი, რომ მოდი, სიმართლეს გეტყვი. მე
მხოლოდ შენ გითხარი სიმართლე, ყველას მოვატყუე გარშემო. მარტო შენ. აბა რა მითხარი თუ გახსოვს? რა გითხარი და ოღონდ უცბად მითხარი. უცებ გეტყვი ჩდილოეთში გადაფრენილი თბილ ქვეყნებში გადაფრენილი ჩიტები უკარო დაბრუნდებიან, მინდა სადგომი გაუკეთო პალიოსტომის ბაზაზე დასასვენებლად. აი. რა მატყუა რა ხარ? მე მითხარი კარტინგების პარკი უნდა გავაკეთო. მაგი რახან გინდა რომ სიმართლე გაიგო გეტყვი. ფაქტია რომ არ მინდოდა ამისმა, მაგრამ დაიცულე. ფული მჭირდება ოპერაციისთვის. უნდა დავიგრძელო. ფეხის თითები. წარმოიდგინე რა გადატვირთული გრაფიკი მაქვს. ხვდები 10 თითი მაგ და არ ყოფნის. მინდა რომ ფეხის თითები დავიგრძელო და მე რაღაცეები გადავდო, გადავხსნა, ამოვიღო, დავკიდო და ასე შემდეგ. დამეხმარება. საერთოდ არ არის ასაცილო, აი საერთოდ. ხვნილს რო ავიღებ და ცერათითით რო შემოვდებ ზედათაროზე. აი მე რა იცინე. ხო იცინე, განახებ. ხვნილების შემოდება როგორ უნდა. ცომი გისმენ? კენჭი მოვიდა. გასაგებია, მოვდივარ. წამოდი, ძალიან მაგარი რაღაც უნდა განახო. სად? წამოდი. ნინო, გაიცანი. ამობნი შავი სიამაყე, ქალების რისხვა. მეც სახელად კენჭი. და კენჭი რატომ ქვია? დედამის აუტანელი ტკივილები რომ დაეწყო, ეგონა კენჭის გავლა ქონდა. მერე ექიმთან წავიდა და თურმე ორსულად ყოფილა. ხო და ეს დაიბადა. აქ შემოდის ხოლმე, რომ ზამთარში გათბეს და საფულში გაგრილდეს. თან ქალებს კერავს. და რას ეკეთებს ამ დროს დაცვა, როდესაც ამდენ ფულს ვუხდი? უხდის დირექცია. კაი, არაშავებს ახლა არაფერს განსაკუთრებით. მივხედავ. არ გინდა ზურა? მე მოუვლი. ეკა, დამეხმარე. კენჭის დაეხა. კენჭს რა უთხარით ისეთი რო გაქვავდა. ორი ჯადოსნური სიტყვა, რომელიც მარტო მე ვიცი. ასე გაზია. ასე ვიგია. ისა დღეს ცოტა დავიღალე.
არა უშავს, აი ახლა მოცვის ჩაის დალევ და მერე კარგად დაგეძინება. მოიცა ჩემს მარკეტში მოცვის ჩაიც იყიდება თან ვადაგასული? რა? კი არა და ჩვენს მარკეტში. არავით არის ვადაგასული. დღეს, სხვათა შორის, ჩვენს აი ამ რომანტიულ აღშამზე ზრუნავს ყველაზე ლამაზი, ყველაზე საყვარელი და ცოტა ბუზღუნა თინა ბებო. როგორ ახართ? ხომა დავიგვიანე. დაიგვიანეთ და ვინერვიულე. სად ახართ? რაღაცეები მოგიმზადე, გემრიელად უნდა გაჭამ. მივხედავთ. ზურიკო შვილო. ბატონო. შენი სახის ფერი არ მომწონს, ვადაგასული ხო არ გიჭამია რამე, ა? არა. სხვათა შორის ეგ თემა ზურიკოსთვის დღესაც აქტუალურია. დამავიწყდა გამეცნო ეს ჩვენი ახალი სტაჟიორია. დედა, გამარჯობა შვილო, რა კარგი გოგოა. რა ლამაზი და რა საქმეა. ხა. აბა, ახლანდელ გოგოებს კი არ გავს, რომ მოგვარდებიან სახეში, არ იქა დამინახე. აბა, 1 საათია ზივა რაგდა ქაქანე და ჩუმა ძის თავისთვის და აი ასე წყნარად არის. აი ასეთი ცოლი გინდა, ზურიკო შვილო. ასეთი ცოლი გინდა, გენაცვალე. აბა ისეთი კი არ გინდა. კაბინეტებში რო არიან გამოჭემული და აღარ იციან ვის გაებრანჯო. გენაცვალე. გათხოვილი ხარ? არა. სასიამოვნოა ძალიან. წავედი ახლა მე თქვენ აქ ივახშმეთ და მე ცოტას გავივიდე. კი ბატონო, დაათვალე. ხო გენაცვალე, გავიდე. მადლობა. მადლობა. საყვარელი ქალია. ისე თინა ბებოს მოცვის მურაბას და ტარხუნის ღვეზელს აუცილებლად ბრენდად ვაქცევ. რა? არაფერი. არ გითქვავს, რომ ბებო გყავს და თანაც ასეთი საყვარელი. არა, ბებო არ მყავს. თინა ბებო აგავიცანი. აქ? ხო, აქ შემოდის ხოლმე, მოუში, არაფერს არ ყიდულობს და ფასებზე ილანძღება. ხო და მენეჯერმა მითხრა, რომ არ შემოუშვა. მეც ესე ღამე შემოყავს, რომ თავის პატარჭია გაახაროს ეს. და რა ესეთ გემრიელი საჭმელები მოაქვს ჩემთვის. აბა, დამეგობრდით. ჭამეთ ძალიან მაგარია. ვაიმე! არ შეიმჩნევა. შეიმჩნე? მოიცერ. ქალის ხელჩანთა 400 ლარი. ნამუსი აღარ არის. 400 ლარი. მივცე ჩანთაში და შიგუნდა ჩავდო 125 ლარი პენსია. იშ! დედა! სიცხვილე. ლიფი 140 ლარი. ესე იგი ძუძუების ჩასადები 140 ლარი? დედა! გავდი. ამაში რომ ძუძუები ჩაგივა, ესე იგი შენ ძუძუების საერთოდ არ გაგდა რაღაც გინდა ლიფი. ფუ, გაიყვნა ხება. დედა? ტრუსიკი 90 ლარი? რაში უნდა გადავიხადო 90 ლარი? მატერია ამას არ უნდა და რეზინა. ერთი წვრილი თოკია. ესე იგი გამოდის ლიფი და ტრუსიკი რომ ვიყიდო, 2 თვის პენსია უნდა გადავიხადო? რა ჯანდაბად გინდა? ჰუ! საოცარი ქალია. ძალიან საყვარელი. ხე გულს მოიფხანს და ერთ კვირაში ისევ გამოივიდა. ისე სასტრაფოდ ახალი კოლექციაა საჭირო. შემდეგ მოსვლაზე ხომ დასჭირდება მიზეზი თინა ბებოს. აუცილებლად. გაგიჟდები პირად. დაბძანდი თინა ბებო, დაბძანდი. არა, გენაცვალე, ჩემი წასვლის დროა უნდა წავიდე. ნინო, გენაცვალე. ზურიკოს მიმიხედე. აბაშენიც, კარგი ბიჭია, კეთილი. სამაგიეროდ სამზითო საკერავი მანქანა ჩემზე იყოს. აბა კარგად. თინა ბებო, აი ეს და გაგაცილებ. აი. მადლობა, გენაცვალე. ნახვამდის. კარგად იყავი. აქ რომ ხარ რამდენი წელია? იქიდან არაფერი არ გაკლია? იქიდან საიდან? იქიდან რა?
ანუ გარედან. არა, არაფერია, ყველაფერია, სახლიც, კარიც, საჭმელიც, სასმელიც, კომპიუტერი, გასართობად და Wi-Fi რაც თავარია. ასე რომ ყველაფერი მაქვს და არაფერი. კარგი, ძილინებისა. ძილინების. მაკლია. მართლა? კი, ეხლა გამახსენდა, მაკლია. ზურა, რა გაკლია? ცი რა მაკლია? იხვი პეკინურად. რა? იხვი პეკინურად. იხვი პეკინურად არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან სოფელში ბჟიტი იციან ტყემალში. უიცი რა მაინტერესებს? იმის რა უთხარი ის რაღაც ჯადოსნური ორი სიტყვა. ვერ გეტყვი. ნინო აქ რას აკეთებ? რას უნდა ვაკეთებდე, თიკა? ყიდულობ რაღაცებს. რა არ შეიძლება საკუთარ ჰიპერმარკეტში შევიძინო რამე? ხო დედუ, მაგრამ ამ უნიფორმაში? თიკა, რა უნიფორმა? უბრალოდ დღეს დილას გადავწყვიტე ესე ჩამეცვა და დაემთხვა აქაურ უნიფორმას. რა საოცარია, არა? ნინო, მატყუებ რაღაცას. მითხარი რა ხდება? არაფერი, თიკა. ჩემმა ქმარმა გაიძულა, ხო? მოუნდა ბიჭ შენი ჰიპერმარკეტები. ვაიმე ფრიდან გასკდები ერთხელაც ამდენი ფულისგან. მაცადე ხა დაურეკო და ყველაფერს არა, თიკა, არ დარეკო. მოვაგვარე. არა, თიკა, ფრიდონი არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ მინდა ჩემი ბიზნესი შიგნიდან შევისწავლო. ამიტომ ჩავიცი ასე. აი, როგორც მეფე გიორგი. ხალხს რომ უსმენდა მის აზრს. მეფე გიორგი? რა გიჟი ხარ, არ შემიძლია მომენატრენი, ნუ. გამოჩდი რა ცოტა. წამოდი ხა კაფეში გავიაროთ და რაღაცებს მოგიყვები. თან გოგო ინტიმური ამბები მაგასაყო. ინტიმური? მართლა? კარგი, მაშინ შენ მიდი და მეც 5 წუთში მოვალ, ხო? მოვჩები საქმეს. კაი, მიდი გოგო, მჭირდები ნინო. მოდი, გელოდები. კარგი, მოვალ. აბა გისმენ. ნინუციუს. შეხო ჩემი ნინუციუს ხარ. შენ თუ არა, სხვას ვის უთხრა? მოხდა რამე, თიკა? დედო, აი პირველად ცხოვრებაში. აი რასაც იტყვიან, აი ჭეშმარიტად შეყვარებული ვარ. დარწმუნებული ხარ? და მე შენი ფრიდონუშკა? დედო, სწორად ჩემი ფრიდონუშკას ბრალია, რომ შეყვარებული ვარ. მაგას ხო თავისი ფულის, გარიგებების და აქციების მეტი არაფერი არ აინტერესებს. აი ერთხელ მაინც წავეყვანე სადმე დასასვენებლად, მარტო მე და ეგ. რა გავაკეთო მითხარ რა. გეუნერები რა გავაკეთო. შენ მოიგე მარკეტების ქსელი შედია, მაგრამ მე რა ვქნა? თავისუფალი ფული საერთოდ არ დამჩა. გემუდარები მითხარი რა გავაკეთო. სამშენებლო ობიექტების დამთავრებას მარკეტები და შემოსული ფულით ვაპირებდი. გემუდარები 6 თვით დამიქნე. შემომივა ფული და მე პროცენტში ჩაქსო. 10% შენი იქნება. 20, 30, 40. გემუდარები რა. და იცი რა თქვა ბოლოს? მე მგონი რაღაც მავიწყდებაო. და იცი რა იყო ეგ რაღაც? რა?
მე მისი ცოლი. ეგ როგორ დაემართა? ფრიდონი ხო ისეთი კეთილი და ყურადღებიანია. დედუ, შენი დაცინვა ღამაკლდა, იცი? კარგი, შენის მითხარი. ვინ არის ეს ბედნიერი პრინცი, შენი გული რომ დაიპყრო? როგორ უყარო, არ? სუფისას მეძახის. და ნამდვილი ჯენტლმენია ცხოვრებაში. ოღონდ ლოგინში დამყრობელია. ანუ გამოდის რომ ოკუპირებული ხარ. ვაიმე დედუ, თავიდან ბოლომდე ოკუპირებული ვარ. რა ვქნა არ ვიცი. გავაკეთო განქორწინება. იცით იკა, თუ ეს ის გრძნობა, რასაც შენ ამბობ, უნდა გაშორდე. მართლა? რა თქმა უნდა. ხო. არა, ეს ის გრძნობა. კარგით იკა, უნდა წავიდე. ბრინჯი და წიწიბურა უნდა გამოვარჩიო ერთმანეთისგან 12 საათამდე, თორემ გოგრად გადავიქცე. მეფე გიორგი. ხაფისა. ой, ჩემო ფისა. რა თქმა უნდა შევხვდეთ, მაგრამ ой, ჩემო თოჯინა, მაგრამ რა გამაძლებინებს უშე. აი მიდი კაცო. გამარჯობა ბატონო ნიკა. გამარჯობა? ვერ მიცანი. ვერა? ხო, და გავიცნოთ. ერთმანეთი. ალბათ გსმენია ჩემი სახელი და გვარი. ფრიდონ ბოლქვაძე. ჩაკეტილია. მართლა ვაიმე, მაპატით ბატონო ფრიდონ, ისეთ მე აი საერთოდ არ ვიცოდი რომ რა არის? აი რომ თქვენ აი ეს შენს დურბინი მოიხსენი. დიახ. ჩემმა ინფორმატორმა მითხრა. ძალიან კარგი ბიჭიაო თქვენზე. პატრიოსანი. თუ დაჭირდა ფულის გამო, ცოლსაც გაყიდის. დიახ. არა ვერა, ისიც საერთოდ არ მყავს. არის ეს საერთოდ კი დაფასებია ხო? სტაჟიორი რო გყავთ. ნინო. დიახ, მახსოვს კი დიახ. 100 თვალი და ყური გამოიბი. დიახ. მოკლედ. რასაც გეტყვი, ისე მოიქცევი. დიახ. აი, აბსოლუტურად ყველაფერი გასაგებია. ბატონო.
ანუ ისე ვადაგასული პროდუქტებით არ ვქეიფო. არა. ეს ყველაფერი მე მოვამზადე. მართლა? მე რატომ არ მითხარი მოგეხმარებოდი? ქალის საქმე ხო კულინარია? არა. მაგაში ვერ დაგეთანხმები. ქალის საქმე არის ბავშვების გაზრდა. ქალი უნდა იყოს ლამაზი და არ უნდა ედებოდეს კაც ფეხებში, როდესაც ის მწვაცვავს. არა, მე მსგავსაკეთებს. კაი, ერთ სიტყვით, შენ გაგიმარჯვეს. მე? შენ გაგიმარჯვეს. მადლობა. ეგია. მივხედოთ წვაც? მივხედოთ. მოხდა რამე? ინო. ჰა. მოხდა რამე? აპატიერო. იცი მე უბრალოდ არა უშავს. სულა. ახსოვს ერთხელ კითხე გარე სამყარო და რა გაკლია. ახსოვს? მახსოვს. იხო პეკინური. სინამდვილეში ქალის სიტყვა მაკლია. სულ არ გინდა რა გეხვეწები. იცი ჩვენ თავშეუკავებელი თინეიჯერები არ ვართ. არ ვართ მართალი ხარ. იმედია ჩემი ეს შეცდომა არა, მესმის. არ იმოქმედებს ჩვენს მომავალ ურთიერთობაზე, ხო? მესმის მართლა. მართლა მესმის. მაპატიერა. კარგი რა, მართლა მესმის. მეც აღარ ვიზავ. არც მე. რა გინდა? როგორი მკაცრი ხარ ნინა ბებო, როგორი მკაცრი. ამისთვის დამირეკე? არც მიკვრის. შენს გვერდით დაიძინებს, აბა რაც იცავს, ნინა ბებო. ჩემი თიხუნა, სულ სხვანაირი ქალია. ქალი ბნება, ქალი ინტიმი, ქალი ერთგულება, რას იზამ? ყველა შენი თიკუნასნაირი ვერ იქნება. ის მართალი ხარ, ხო ნახე ყველაფერში გეთანხმები. ისე არ ნერვიულო შენ. აბუბენ მალე პენსიებს გაიცდება. საკმარისია ფთიშა. მაცა შენ ეთი მეგობრული რჩევა მინდა მოგცელა. აი ხვალ მაჩის ბიუროში თვალედებაში განცხადება კორდინების შესახებ. მასალა და არც მანქანების სიგნალების ხმა ისიც არც შამპანიურების ბატკაფუთხია. აი ეგ შენი საქმე არ არის, გაიგე? ეხლა იჯექი და უსმინებ შიერი თხის კიკის. აი შენი ჭკუა რო უნდა შეეჭამა, მაგრამ ეგ ჭკუაც კი არა გაქვს. არა. არა ესე მაგრად მოიფიქრე ეს დამლაგებული სტატუსი შენ ჰიპერმარკეტში. აი რომელიც ზეკიდან უკვე ჩემი გახდება. იცი რა? მე ვთხოვ მენეჯერს და იქნება ადგილი შექმნა ჩუდო. ნაძირავა ხარ.
ბამ. რა ხდება? არაფერი. მაპატიე რა, ვიცი ხა რას ხდება. აუქნა მართლა დიდი ხანი არ მქონია არაფერებს გავსი და თან კიდე უგითხრე ხა მანამდე ძალიან დიდი გამოცდილება მქონდა თქვა რაღაცები მქონდა, მაგრამ ეგეც უდი იყო. არა. პირიქით. ყველაფერი მართლა ძალიან კარგად იყო. აბა რა ხდება? იცი, ეს ჩემი პრობლემაა და მე უნდა მოვაღვარო. არა მომისმინე. ერთ მითხარი რა პრობლემაა და მე ერთად გადავწყვიტოთ შენი პრობლემაა თუ ჩვენი პრობლემაა, კარგი? კარგი. ერთ ჩემ თბილისელ ნათესავს თხოვე მის სამართზე ცნობა ამეხო საცხოვრებელი ადგილიდან. ჩვენი ჰიპერმარკეტის ქსელის ხელმძღვანელობის მოთხოვნა ყოფილა, რომ ყველა თანამშრომელი თბილისელი უნდა იყოს. ნუ რა ვიცი, ალბათ კლიენტებთან წევიდა, მევიდათი რომ არ ილაპარაკონ. ხო და იმ ნათესავმა დამირეკა ეხლა და უარი მითხრა. ხო, დიდი ეჭვი მაქვს, რომ თავის რძლის ამბავია. ასე რომ ჩათვალე სამსახურში არ ამიყვანეს. მოიცა ერთი წუთი მენეჯერს დაველაპარაკები და ვეტყვი რომ ახლა მივიხედავთ იმისა რომ რაიონი დახარ, კილო არ გაქვს. ერთი წუთი მოვაკვარებ რამადას. ვის დაელაპარაკები ნიკას? დასანახად ვერ მიტანს. არა ზურა. ყველაფერი დამთავრდა. იცი რა მაინტერესებს, ანუ ხა სიტყვაზე ოფიციალურად თბილისელს რო ცოლად გაყვე, მომოგცემენ მაქსაბოს. რავი, ალბათ კი. ანუ მოგცემენ მაქსაბოს. ხო, რა პრობლემა მე მაქვს ბინა თბილისში, ნუ მართალია მე არ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემს სახელზეა გაფორმებული და თან ეგეც რო არ იყოს გუშინდელი ამის მერე ვფიქრობ და ვალდებული ვარ, როგორც წესიერი მამაკაცი. თუ რა თქმა უნდა შენ წინააღმდეგი არ იქნები შენზე მიკორწინე. მართლა? ხო, მართლა. რა სიტყვი? იცი თანახმა ვარ. მართლა თანახმა ხარ? კარგია, მაშინ მოდი ახლა ყავა დავლიო სწრაფად, საქმეს მივხედოთ და საღამოს ნიშნობა. საღამოს? ხო, საღამოს რა. მოიცა, ანუ ჩვენ შეგვიძლია დღეს განცხადება შევიტანოთ ქორწინების შესახებ? კი ბატონო, შევიტანოთ განცხადება. ზურა, მომისმინე შეიძლება მოვლენებს ძალიან უსწრებ, მაგრამ დროს ახლა ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ოდიშიც რა მაინტერესებს, ანუ ახლა მე და შენ გარეთ უნდა გავიდეთ იმ ბეჭდების ბრძანებელთან. არა. შეგვიძლია აქ მოვიყვანოთ. მართლა შეგვიძლია აქ მოვიყვანოთ? კი. Выбордгвани взорцив торти, выбордгване взорцев торте, выбордгвана взорцав тортав, выбордгвано взорцов торто, выбордгвану взорцов торту. ეს კათა მექანიკით გადაკისერ მხარ ბარკალნის კარტ კურტუნდება, ხალაკეთ გადმოკისერ მხარ ბარკალნის კარტ კურტუნდება. ორი სათუთი სული ზეციდან მოვლენილი გრძნობებით დაუკავშირდა ერთურს და სიყვარულის ზღვაში გედებივით შესწულეს. ალო გისმენთ? არ მცალია იცით. ბევრი ხალხი მყავს, არ მცალია. მე რომ მოვიდე თქვენთან, ანუ გეახლოთ, გამორიცხულია. ღმერთო ჩემო, ცოლის მოყვანა უნდა და ერთი ადგილის აწევა ეზარებათ. ორი სათუ. მაჩის ბიურო გისმენთ? დიახ.
ხელის მოწერის დარეგისტრირება გნებავთ სასახლის შენობის გარეთ? იცით, მომისმინეთ ყურადღებით. ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სასიძო ან საპატარძლო ვერ ახერხებს მოსვლას რაიმე საპატიო მიზეზის გამო. გასაგებია? გამოძახებით რა პიცა ვარ ღმერთო ჩემ. როგორ? 1000 ლარი? ვაიმე, 1000 ლარი ეს საპატიო მიზეზია გენაცვალე. დიახ. დროებით. 1000 ლარად პიცაც ვიქნები და შაურმაც გამოძახებით. როგორც გიქ სამსახურში მოვიდა, ეგრევე მოვიდა რომ მაგარი ადამიანი. აბა რა, მე რომ რაიონიდან მაცმაო, გითხალები თუ ერთხულებს და მეოჯახეები არიან. დედაჩემი რაიონიდან არა, ვერ გამსარდა თუ რა. მომისმინე, შენებურად არ დაიწყო. მეჭდით ფიში ჩვენ შემოვიდა. უეჭვე. ნინა, დამიჯერე. ქორწილის ღამეს მთავარი ქალის თეთრეულია. ხო. აი ეს მგონი კარგია. ნახე? არა, რას ამბობ? უხერხულია. ეს შენთანაა სოფელში უხერხული. თორე აქ პირიქით. არა არ ვწდები ბატონო ფრიდონ, ნამდვილად ემზადებიან. ჩემო მეგობრებო, დღეს ჩემთვის ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა რაღაც გითხრათ. რამდენიმე წლის წინ მე ქალის გამო დავკარგე ყველაფერი. დავკარგე ოჯახი, მეგობრები, ბინა, სამსახური და რაც მთავარია იმედი. ჩემივე შეცდომის გამო გამოვიკეტე ამ შენობაში და გამიჩნდა გარეთ გასვლის შიში, რადგან ვიცოდი, რომ იქ ისევ იმედგაცრუება და გულის ტკივილი დამხვდებოდა. ამ ყველაფრის გადატანაში დამეხმარნენ ჩემი მეგობრები. მე თქვენ ამას არ დაგივიწყებთ. და მიხარია, რომ დღეს ხართ ჩემთან ერთად, რადგან დღეს მე ვიწყებ ახალ ცხოვრებას. მე ვიწყებ ახალ ცხოვრებას და თვლი რომ ვიპოვე ყველაზე მნიშვნელოვანი. სიყვარული. სიყვარული, რომელსაც არასოდეს არ დავკარგავ. ნინო, ერთი წუთი. ამ ხალხის წინაშე, ჩემი მეგობრების, უკვე შენი მეგობრების წინაშე, მე მინდა მე მინდა რომ შენ ჩემი ცოლი გახდე. ახლა კი ძალიან გთხოვთ, ქალბატონ ნინოს მოусმინოთ. ზურა, მე შენ ძალიან მიყვარხარ. გეფიცები შენთან ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. იმდენი რამის თქმა მინდა, არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ვისია, კალი, ლამაზი, სიძე, შეძლო. მომილოცავს. ესე საქართველოს საჩუქარი არ გეგონოს. ეს ის ფულია, რომელიც შენმა
ნინიკო მამწუთას დაკარგა. რა გინდა? რას ნიშნავს აქ რა მინდა? როგორ გონია ასეთ მნიშვნელოვან მომენტს მე გამოვტოვე? ნინო გამაგებინე რა ხდება? შენ ხელი მოაწერე თუ? არა, ახლავე. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მონიჭებული უფლების თანახმად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მონიჭებული უფლების თანახმად მოკეთე და გაჩვენე. ჩვენ ხო შევთანხმდით, რომ ის ვერაფერს გაიგებდა. ჩვენ შევთანხმდით? აი, შევთანხმდით. იცი რა, ჩვენ შევთანხმდით, რომ შენ არაფერს არ იტყოდი. აი მე რაც შემეხება, მე ყველაფრის უფლება მაქვს, ვისაც მინდა და როცა მინდა და როდესაც მინდა, უთხრა ყველაფერი. და საერთოდ იქ როგორ არის? ცოლკმარიაო? ჭირში დახი. ის ჭირში. არა, სიყვარულსა და ტკივილში. მე გაიგაჩერდი თორე დამბულს გატაში. სიცე ბატონო, ისე წარმოიდგინე ხა. აი შეყვარებულთან ერთად იცინე. ხამეთ. დილითი იღვიძებდა. ხვდები რომ გიყიდა. შეიძლება გიყიდა. ერთი წუთი ნინო ამიხსენი ეს კაცი ვინ არის და რა ხდება ახლა? ზურა, უკაცრავად ბატონო ფრიდა ზურა, ვაიმე რა კრეტები ხარ? ნინო დანიშნულა და ბატონ ფრიდონთან სხვათა შორის დიდ ზელთან ხაზე რომ 5 დღეში თავს შეგაყარები და შენ სულად მოიყვანდი. მაგრამ როგორც ხვდები წააგო არა ბატონო ფრიდონ? შენ მე მგონი ისეთი კრეტინი ხარ როგორც გამოიყურები. ვინ გითხოვა ახლა დაწვრილებით მოყევი ყველაფერიო. ახლა ნინიკოს რო საქმე გაუფუს და შენ დაგბრალდება ყველაფერი. ეს მართალია? ნინო ეს მართალია? ზურა მე ყველაფერს აგიხსნე. უცი არ არის საჭირო. უბრალოდ ეხლა მინდა გითხრა რომ არ არის საჭირო. მართლა მიყვარხარ. ხო, არ არის ახლა ამის ახსნა საჭირო. ისე ყველაფერს კარგავ ქალის გამო. სასაცილოა, მაგრამ არ მეცინე. ზურა. ახლა კარგად მომისმინე. წარეების თქმას თუ აპირებ არ გამოგივა ცივი გული მაქვს. მომისმინე. აჰა. ხვალ. შენს უერთგულეს თიკუნას განცხადებაში აქვს განქორწინებაზე. მინდა იცოდე, რომ არანაირი ფული არ ხდის იმ ადამიანად, რომელიც გიყვარს. დაელაპარაკე. და ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ არ დაკარგო. ზურა! გამარჯობა. გამარჯობა. იხვი პეკინურად თუ გაქვთ? ცოტა დაგვიანდება. არა უშავს არ მეჩქარება. მანამდე მწვანე ჩაი თუ შეიძლება. ოკეი. მადლობა. ალადი. როგორ მომაგენი? შენ სხვაგან წასასვლელი არ გქონდა. ბევრი წააგე? ყველაფერი რაც გამოჩნდა. პლუს ბიზნესი. ცუდია. ცუდი.
არა უშავს. არ ვდარდობ. ატა. იმიტომ რომ თურმე შეცდომაა, როცა ბევრი ფული და კარგი ბიზნესი გაქვს და გონია რომ ბედნიერი ხარ. შენ რომ არა ამას ვერასდროს ვერ მივხვდებოდი. იცი მე პირველად ცხოვრებაში მივხვდი რა არის ნამდვილი სიყვარული. სულ რა მართლა მიყვარხარ. გპირდები. გავწრდი შვილებს. ვიქნები ლამაზი და არ მოგედები ფეხებში მწვადი შეწვის დროს. არა, ესე ცხოვრება შენთვის უფერული იქნება. ვიცი. მაგრამ თუ სიმდიდრესა და შენ შორის არჩევანის გაკეთება მიწევს, მე შენ გირჩევ. და ორივე რო იყოს? ვერ მოვხდი. დახედე რომელი საათია მაგ შენ ჩინურ საათზე. საით ჰიპერმარკეტი? არა, იქ არავინ აღარ იქნება. აბა? პირდაპირ მაშინ სპიულში. მოიც გვიანი როა? 24 საათია. მაგარია, წავედი. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ ხართ მობრძანდით. ალბათ ფულის წასაღებად მობრძანდით, არა? იცით რა არის? პირგა სამტეხლოს 10% ჩემთან რჩება და თქვენი 900 ლარი კი თუ თქვენ შეძლებთ 12 საათამდე ჩვენი განცხადების დარეგისტრირებას, შეგიძლიათ ეს ფული მთლიანად აიღოთ. მთლიანად. და რომელი საათია? 2 წუთი აკლია 12-ს, ასე რომ თქვენი სახელი გენაცვალე? ნინო დანელია. ნინო დანელია. ზურა კორძაძე. უცხოგვარი გაქვთ. ზურა? კორხახე არა, კორძაძე. იცით, ჩქარობ და იმიტომ მეშლება. ძაძე, დიახ, კორძაძე. ძაძე. აი ასე. აი. ბეჭდები? ვაიმე არა? აი ბეჭდი. ვაიმე რა რომანტიულია. დავდით. წავედით. 2 საათუთი სული. არა, 1 წუთი თუ შეიძლება, ეგ ლირიკა სხვა წყვილისთვის შეინახეთ. აი ჩვენ გვეჩქარეთ. ნახვამდის. 1 წუთით. ნახვამდის. აჰა. 2 საათუთი სული. ზეციდან მოვლენილი გრძნობით შეერთდა. ხომ ერთო ჩემო არ მეღირსება მე არასოდეს ეს ამბავია. ფრიდანს ყველაფერი მოუგვარე. შენებლობები მივედი, ჰიპერმარკეტები ჩემია. ვა! ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ახლა შენის მითხარი. რა? ფულს რისთვის აგროვებდი?
გითხრა? მითხარი. ერთი პირობით. გახსოვს კენჭის რო რაღაც უთხარი ჰიპერმარკეტში და რო გაშეშდა. კი, მახსოვს. ხო და შენ ეგ მითხარი? მე გეტყვი ისთვის ვაგროვებ ფულს. რა იყო? კარგი. გეტყვი. მიდი. როცა მარტო ხარ, როცა ბევრი პული გაქვს, როცა ნიძლავს დებ, რომ იცოდათ მოგიყვანს, ხუთი დღე რომ იქნებ შეძლო კაცმა ცოლად შევიტოს. თუმცა გეთ, ეს არ ურჩევ შენ ადგილას რომ იყავს. ნახავ ვიღაც შტერს, ნაზად გაუღიმე, ისიც შეგამჩნევს, სადმე დაგპატიჟებს, უკვე ხდები რომ ისა წყალი შესმახეში გაება. ხარია რომ არ გიწევს მაზიანის დაგება მეორე დღე შესმახეში ებმები მესამე დღე შენ რომ გიყვარს მიხვდები აღარ იცი თამაშობ თუ გიწევს თვისის დარება ასე ხდება ხუთი ნახვით ნამდვილად შეყვარება დესაპარაკო ტირი ტირი ტიტი ხშირად იცინი ჰი თუ მე იცით გუშინ რა მოხდა რადანინო დაცვის ზურას ლოგინიდან წამოხდა ბევრი ფული გაქვს იმასთან დარჩე ვისაც სიყვარული კლავს ბევრი ფიქრი მე თუ მკითხავ არ ჭირდება ამ ამბავს რადგანინო დაცვის ზურას თავის გულში დაკაგავს